კამკამა წყალი და თეთრი ქვიშა. არა, ეს მალდივები არ არის. ეს არის აზიის პატარა ქვეყნის კამბოჯის ერთ-ერთი კუნძული. თუ არ იცოდით, გეტყვით, რომ ამ ქვეყანას კუნძულებიც აქვს. და ამ ვიდეოში ამ კუნძულთაგან ერთ-ერთზე ჩემს მოგზაურობას გაგიზიარებთ. წინ გრძელი და დამღლელი გზა მელოდება. აი ამ ავტობუსით უნდა ვიმგზავრო 15 საათამდე, 14 საათზე მეტ. ეს სპეციალური ავტობუსია, რომელშიც საწოლებია მოწყობილი და მგზავრებს საშუალება აქვთ მგზავრობისას დაიძინონ. ასეთი ავტობუსები პოპულარულია აზიის ამ რეგიონში. სანამ ავიდოდით, ყველას ფეხზე გაგვახტევინეს და ფეხსაცმელი ცელოფანში ჩაგვადებინეს. ასე გამოიყურება ავტობუსის შიგა სივრცე. საკმაოდ სივიწროვე იყო. ყოველი მგზავრის გვერდით კი იგივე სქესის ადამიანი უნდა ყოფილიყო. ჩემს გვერდით ყოფნა აი ამ ავსტრალიელ ბიჭს მოუწია. ჩამოვედი საპორტო ქალაქში, ახლა არის დილის 8 საათი. კარგად ვერ მეძინა, რამოდენიმეჯერ გამეღვიძა ავტობუსში, მაგრამ არა უშავს. ოფისში მივალ, ვანახებ ბილეთს და უკვე გადავждებით კატერზე, გემზე და იმით გავაგრძელებთ გზას. ნელ-ნელა უახლოვდებოდით კუნძულს. ჯამში დაახლოებით მგზავრობამ გასტანა 45 წუთი. ამასობაში მოვადგეთ კუნძულს. რა სუფთა წყალია შეხედეთ, გოლო. ჩამოვედი კუნძულზე. და წყალი რაფერია შეხედეთ და თევზებს დავაკვირდით. Oh my god, ადგილას მოხვდი, მე მგონი მაგარ ადგილასა ვარ. მოპედი ვიქირავე უკვე, ამივდივართ რომ მომცეს სკუტერი. It's automatic, yes? Automatic. მოპედის ქირაობის შემდეგ წავედით ჩემ ჰოსტელში, სადაც გავიცანი ერთი ფრანგი გოგო. და როგორც აღმოჩნდა, თურმე მასაც ჩემსავით აინტერესებდა კუნძულის სანაპიროების დათვალიერება. და გადავწყვიტეთ, რომ ერთად წავსულიყავით და მოგვეჩინა ახალი ადგილები. პირველი ვნახეთ აი ეს სანაპირო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დიდად ვერ აღფრთოვანთ. გზად გავჩერდით საჭმელად. შემდეგ დავინახეთ, რომ იქვე სოფელში ერთ-ერთი მაცხოვრებელი პატარა მაიმუნს ზრდიდა. Where is your mama? ამასობაში მოსაღამოვდა და მზის ჩასვლის სანახავად მოვადექით სანაპიროს. თუმცა როგორც აღმოჩნდა, სანაპიროს ეს ადგილი კერძო საკუთრებაში იყო და სასტუმროს ეკუთვნოდა. ერთადერთი შესვლის გზა მხოლოდ შეპარვა თუ იქნებოდა. We are illegals here. Illegal place. It's a resort. Yeah, criminals. Criminals. For memory. Okay. It's wonderful. I like this moments of life. I like. დღეს გადავწყვიტე მარტო დამეთვალიერებინა უკვე დარჩენილი სანაპიროები.
მაგრამ მანამდე საუზმობაა საჭირო. ერთ-ერთ რესტორანთან დავინახე, რომ აი ასე ასუფთავებდნენ ადგილობრივები კიბორჩხალას. ჩემთვის კი აი ასეთი კერძი შევუკვეთე თავისი წვენით. დასაჯდომი მისი სივრცე პირდაპირ სანაპიროზე იყო ზღვიდან 2-3 მეტრში. თავის ზღაპარში მეგონა პირდაპირ ქვიშაში რომ გაქვს ფეხები ჩაფლული და ტალღების ხმას რომ უსმენ 2 მეტრიდან. ამასობაში კი მოვადექი კიდევ ახალ სანაპიროს, რომელიც როგორც აღმოჩნდება, ყველაზე მეტად მომეწონება. შეხედეთ თავას. ეს რეალობა არის უბრალოდ. ამჯერად რომ გადმოშო. აი ასე გამოიყურება ჩემთვის 64. დავდიოდი ქვიშაში და ქვიშა ზუსტად ისეთ ხმას გამოსცემდა, როგორ ხმასაც ახალ დათოვლილ თოვლზე სიარულისაც შეიგრძნობ ხოლმე. მართლაც თოვლივით თეთრი იყო აქაური ქვიშა. ეს დააკვირდით ქვიშას, წყალს. სასწაული გარემოა, სასწაული. ისე მომეწონა ამ სანაპიროზე ყოფნა, მთელი დღე დავრჩი და მზის ჩასვასაც აქედან დავაკვირდი. ამ დღეს გადავწყვიტე კუნძულიდან კუნძულზე კაიაკით გადამეცურა. რასაც ვიდეოს ცალკე მიუძღვნი და ვიდეოს შემდეგ დავდება. შემდეგ დავინახე, რომ სანაპიროზე ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ. და მეც გადავწყვიტე, რომ შევერთდებოდი მათ. რაღაც ზღაპრული იყო აქაურობა. საოცარი მზის ჩასვლა, სანაპირო და ფეხბურთის თამაში ბავშვებთან. ბავშვობის შემდეგ აი ეს ბავშვები მოვიდნენ ჩემთან. და სხვადასხვა თემებზე ვილაპარაკეთ. გავიცანით ერთმანეთს. I've come to talk with you again. გამოიწერეთ? Cambodia. გამოიწერეთ? Cambo internet. YouTube? YouTube. არქი. არქი. Okay. Thank you, boys. ამ დღეს ისევ ადრიანად გავიღვიძე, რადგან მინდოდა
იმ ჩემ ფავორიტ სანაპიროზე კიდევ ერთხელ წავსულიყავი და კიდევ ერთხელ შემიგრძნო იქაურობა. ამჯერად დავატოვებდი უკვე მას გილისის სინათლეზე. აი აქ შემიძლია ვიჯდეს საათობით და აი ამ ხმას და ამ გარემოს დავაკვირდე. საოცარია. აი ამ კუნძულზე ეს არის ჩემი ფავორიტი ადგილი. აი ეს სანაპირო მთლიანად. დღის მეორე ნახევარში კი გადავწყვიტე უკვე ამეღო ტური. რაღაც აქტივობები არის, მოკლედ გაერთიანებული სნორკლინგი, თევზაობა, ბარბეკიუ და ასე შემდეგ. მზის ჩასვლა. საინტერესო უნდა იყოს რა, $15 გადავიხადე მასში. და ახლა არ ველოდები. მაგრამ იმედია სწორ ადგილას მოვედი. ჯერჯერობით მარტო მე ვარ და იმ გემზე ნავზე ბევრი ადამიანი უნდა იყოს ჩემთან ერთად, როგორც ვიცი. პირველზე გადის 5 წუთში. კი ვიკითხე ორჯერ, მაგრამ რა ვიცი, მაინც ბოლომდე ჯერ ამჯერა რა, სანამ არ გავარ. აი ეს ყვითელი გემი რომ მოდის, აი ამ ყვითელ გემში უნდა ჩავჯდე თურმე, გავარკვიე. სწორ ადგილასა ვარ, ესე იგი მოსული. ესეც გემი. ესე გამოიყურება გემი მოკლედ. რატომღაც ვლოდებოდი, რომ ჩემამდე უკვე იქნებოდნენ სხვა ადამიანები, მაგრამ ასე გამოვიდა, რომ პირველი ავედი მე. ჩერდებოდით სხვადასხვა პორტებში, ნელ-ნელა უკვე შევისო გემი. ადამიანები გვემატება, ნახოთ აბა რა იქნება პირველი აქტივობა. ზოგადად ამ კუნძულს ძალიან ბევრი მოგზაური სტუმრობს. შემსავით აქ ჩამოდიან როგორც ევროპიდან, ისე ამერიკიდან და ამ გემზეც ადგილობრივები საერთოდ არ ყოფილა. მარტო ვიყავით მოგზაურები. აი მივდივართ ამ კუნძულისაკენ. სწორედ ამ კუნძულთან იქნება ჩვენი პირველი აქტივობა, რომელსაც ქვია სნორკლინგი. დაგვირიგეს აი სპეციალური სასუნთქი საშუალება და სათვალე. და დრო იყო უკვე ჩავსულიყავით. დამოვედით. მაგარი იყო რა. დაივინგისავით არის. ხედავ წყალმცენარეებს, ხედავ თევზებს. მაგრამ ცოტა დღეს არ გულმართლა. ამინჩი რადგან გრუე იყო წყალი. მაგრამ არაუშავდა, კაი იყო რა. პირველ ჯერზე მგონი არაუშავდა, კარგად გავერთე. მომეწონა. კიდევ გამოსვი ხოლმე სხვა დროს, რომ ზიან და უფრო გამიჩი რა. წყალმა მოშება იცისო და ამასობაში ჯერ თითო ლუდი დაგვალევინეს. შემდეგ კი ხილი გვაჭამეს. გემს შემდეგ ტექნიკური პრობლემა შეექმნა. აი ასე არემონტებდნენ მას. ამასობაში კი მე დრო ვიხელთე და კაპიტნის შტურვალი ჩავიგდე ხელში. შემდეგ ვითევზავეთ პირდაპირ გემიდან. ამასობაში კი ნელ-ნელა მზე ჩადიოდა და აი კონკრეტულად ეს ბიჭი გემის ყველა მხრიდან თითქმის ცდილობდა გადახტომას აკრობატული ილეთებით. შემდეგ გვაჭამეს აი ასეთი საჭმელი და ამასობაში ნელ-ნელა უკვე ღამდებოდა ისევ მზის ჩასვლა საოცარი ფერებიცაზე. დაღლილები ბრუნდებოდით უკან დანიშნულების ადგილისაკენ. მაგრამ ჯერ კიდევ ერთი თავარი და მნიშვნელოვანი აქტივობა დარჩენილი იყო. რასაც სულ მოუთქმელი ველოდებოდით თითოეული ჩვენთაგანი. უნდა გვენახა პლანქტონები. პლანქტონები ვინც არის ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც ანათებენ ზღვაში. და ეს რომ დავინახოთ ამისათვის საჭიროა სიბნელე და ამიტომ გემზე ჩააქვეს კიდევ ჩუქი. ჩავხტით ისევ წყალში ღამე.
წყლის ზედაპირიდანაც კი ხედავ პლანქტონებს, როგორ ანათებენ ლურჯად, მაგრამ ჩვენ სათვალე გვეკეთა და სათვალეთ კიდევ უფრო სხვანაირად და უფრო კარგად მოჩანდა. საბოლოო ჯამში საოცარი გამოცდილება იყო. მოძრაობდი წყლის ქვეშ და ეს ცოცხალი ორგანიზმები როგორ ანათებდნენ, ისეთი შეგრძნებოდა მეუფლა, რომ კანთან კონტაქტისას თითქოს იბწკინებოდნენ ძალიან ცირედით, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი იყო. ის სილამაზე, რასაც მივხედავდი, იყო გასაოცარი ჩემთვის და მართლაც ალბათ ყველამ უნდა დაინახოს პლანქტონების ცხოვრებაში ერთხელ მაინც თავისი თვალით. სამწუხაროდ ამის კადრები ვერ გადავიღე, რადგან წყლის ქვეშ არ მქონდა შესაბამისი აპარატურა, მაგრამ იმედია სხვა დროს გადავიღებ. დასასრულს კი აი ჩაგვირთეს ასეთი მუსიკა, ჩაგვირთეს ესეთი განათება, დისკოს ტიპის, თითქმის მორჩა ჩვენი აქტივობა, გახდა საღამოს 8 საათი და დავბრუნდით საწყის ადგილას. დასრულდა მასობაში ჩემი მოგზაურობა ამ კუნძულზე. მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.